ტელერადიო კომპანია Georgian Times-ი წარმოგიდგენთ. საქართველოს ისტორიის გაკვეთილები. აფხაზეთის მეფე ლეონ მეორე. 1990-იანი წლების პირველ ნახევარში აფხაზეთში ჩამოყალიბებულმა სეპარატისტულმა რეჟიმმა დააწესა ლეონ მეორის სახელობის ორდენი. ჯილდო განკუთვნილი იყო მათთვის, ვინც სეპარატისტულ მოძრაობაში და შემდგომ შეიარაღებულ კონფლიქტში გამოჩენილი წვლილი შეიტანა ქართველების მასობრივ დევნაზე, ძალადობაზე და ეთნიკურ წმენდაზე. ისტორიულად, ლეონ მეორე აფხაზეთის, იგივე დასავლეთ ქართული სამეფოს ერთ-ერთი სახელგანთქმული მეფე იყო. მისი სამფლობელოების გაზრდისა და განვითარების გარდა, მან საფუძველი ჩაუყარა იმ პოლიტიკურ ერთობას, რასაც შემდგომში საქართველო ეწოდა. ასწლეულების შემდეგ, მეფის სახელი, რომელიც ქართულ ერთობას ემსახურებოდა, გამოყენებულ იქნა ჯილდოთ იმ ძალებისთვის, რომლებიც სწორედ ამ ერთობის წინააღმდეგ იბრძოდნენ. ამრიგად, ორდენის სახელწოდება პარადოქსულად ჟღერს. აფხაზეთის სამეფოს ჩამოყალიბება განპირობებული იყო მე-7 საუკუნეებში განვითარებული საერთაშორისო და საშინაო პოლიტიკური ფაქტორებით. ერთი მხრივ, არაბთა ბატონობის გაძლიერებამ და მეორე მხრივ, ბიზანტიის დასუსტებამ საქართველოს ისტორიულ რეგიონებში ხელსაყრელი პირობები შექმნა ახალი ქართული პოლიტიკური ერთეულების წარმოშობისთვის. აღმოსავლეთ საქართველოს ნაწილში საფუძველი ჩაეყარა კახეთისა და ჰერეთის სამეფოს. სამხრეთ საქართველოს ტერიტორიაზე წარმოიშვა ტაო-კლარჯეთის სამთავრო, ხოლო დასავლეთ საქართველოში ჩამოყალიბდა აფხაზეთის სამეფო. წყაროებში ხშირად ის ეგრისის სამეფოთიც იხსენიება. ამ პერიოდში აფხაზები ერთიანი საქართველოს ყველაზე აქტიური მაშენებლები იყვნენ. აფხაზთა მეფემ ლეონ მეორემ კი პირველმა იშიშლა მახვილი საქართველოს გაერთიანებისთვის. ამიტომაც არის, რომ ამ ქართული სამეფოს არსებობის ისტორიაში ყველაზე მნიშვნელოვანი ადგილი სწორედ რომ მას უკავია. ლეონ მეორის გამეფებას ისტორიკოსი ვახუშტი ბატონიშვილი 786 წლით ათარიღებს. ამ ხანებში აფხაზთა სამეფოს სამი იმპერიის, ბიზანტიის, არაბეთის და ხაზარეთის ურთიერთგიშპობის საგანი გახდა. სანამ ლეონ მეორე ავიდოდა ტახტზე, აფხაზეთი ბიზანტიის იმპერიის ვასალად ითვლებოდა. მეფეს დიდი პოლიტიკური გამჭრიახობა დაჭირდა, რომ ამ სამ ქვეყანას შორის ერთგვარი ბალანსი დაეცვა და მათი ეს დაპირისპირება სათავისოდ გამოეყენებინა. ეს მეთოდი უცხოარ იყო ძველი ლაზიკა ეგრისის მეფეებისათვის, რომლებიც მტრებს მტრების ხელითვე ამარცხებდნენ. სხვაობა იმაში მდგომარეობდა, რომ აფხაზთა მეფე გაცილებით ძლიერი აღმოჩნდა. ლეონ მეორის დედა ხაზართა მეფის ასული იყო. მან ამ კავშირით ჩრდილო კავკასიური ჯარი მოიშველია. აფხაზეთი ბიზანტიელებისაგან გაათავისუფლა. შემოიერთა მთელი დასავლეთ საქართველო და თავი მეფედ გამოაცხადა. ამ პერიოდში ბიზანტიაში რელიგიური დაპირისპირება მძვინვარებდა და საიმპერატორო კარს აფხაზეთისთვის არ ეცალა. გარდა ამისა, ბიზანტიისთვის საჭირო აღმოჩნდა ისეთი დიდი ძალა, რომელიც აღმოსავლეთში არაბთა წინსვლას შეაფერხებდა. ამ ქართული სამეფოს შემადგენლობაში შევიდა თანამედროვე საქართველოს მნიშვნელოვანი მხარეები: აფხაზეთი, სამეგრელო, გურია, აჭარა, იმერეთი, სვანეთი და რაჭა-ლეჩხუმი. ცოტა ხანში ლეონ მეორემ ქვეყანაში ადმინისტრაციული რეფორმებიც გაატარა. ვახუშტი ბატონიშვილის ცნობით, მან სამეფო 8 საერისთავოდ დაყო. ხოლო დაჯდა რა ესე ლეონ მეფედ და დაიპყრა ყოველი ეგრისი. არღარა უწოდა ეგრისი, არამედ აფხაზეთი და განყო. ესე ეგრისი და აფხაზეთი 8 საერისთავოდ. ლეონ მეორის მიერ გატარებული ტერიტორიულ ადმინისტრაციული მოწყობა შინაარსით მსგავსებას ავლენს ფარნავაზის დროს გატარებულ რეფორმასთან. მის მსგავსად, სამეფო ხელისუფლების გამტკიცების მიზნით ლეონით შეეცადა შეექმნა ცენტრალური ხელისუფლების მტკიცე დასაყრდენი საერისთავოების სახით. აღსანიშნავია, რომ დასავლეთ საქართველოს გაერთიანების საქმეში ძირითად ძალას ქართული მოსახლეობა წარმოადგენდა. ამან განაპირობა ის, რომ ამ სახელმწიფოს დედაქალაქი გახდა ეთნიკურად ქართული მოსახლეობის შუაგულში მდებარე რეზიდენცია, ძველი ქართული სახელმწიფოებრიობის და კულტურის ცენტრი ქუთაისი. ვახუშტი ბატონიშვილი წერს, რომ ლეონმა აღაშენა ქუთათისი ქალაქი და ციხე და ხო საყდარი აფხაზთა მეფისა. როგორც ჯუანშერის გადმოცემით ვიცით, არაბების შემოსევების დროს უამრავი ქალაქი და ციხე-სიმაგრე დაზარავდა, ან სულაც განადგურდა კიდეც, მათ შორის ქალაქი ქუთაისიც.
ამიტომ აფხაზთა სამეფოს სატახტო ქალაქად გადაქცევის შემდეგ ბუნებრივია, ერთ-ერთ უპირველეს საკითხად დადგებოდა არაბთა მიერ დარბეულ დანგრეული ქალაქის აღდგენა და შეიძლება ხელახლა აშენებაც კი. მე-11 საუკუნეში სანამ ბაგრატ მესამის მეშვეობით საქართველო ერთიან პოლიტიკურ ერთეულად ჩამოყალიბდებოდა, იქამდე ეკლესიის წიაღში ჩამოყალიბდა საქართველოს გაერთიანების ფორმულა, რომ საქართველოა ყველგან, სადაც წირვა-ლოცვა ქართულად აღესრულება. დიდი ხნის განმავლობაში აფხაზეთის ეკლესია, ისევე როგორც მთელი დასავლეთ საქართველოს საეკლესიო ცენტრები, კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს დაქვემდებარებაში შედიოდა, რის გამოც უდელმსახურება ბერძნულ ენაზე სრულდებოდა. მცხეთის საკათალიკოსო ტახტი ცდილობდა ქართულ მოსახლეობაზე და ქართულ ენაზე დაყრდნობით დასავლეთ საქართველო თავის იურისდიქციაში შეეყვანა, მაგრამ ვიდრე იქ ბიზანტია ბატონობდა, კონსტანტინოპოლის საპატრიარქოსთან დაპირისპირება შეუძლებელი იყო. პოლიტიკური დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ მეფე ლეონის და მისი მემკვიდრეების ძალისხმევით ეტაპობრივად დასავლეთ საქართველო მცხეთის საკათალიკოსოს შეუერთდა. აფხაზი მეფეების გავლენით ეკლესიებიდან ბერძნული ენა განიდევნა და ის ქართულით ჩანაცვლდა. მიუხედავად ყველაფრისა, დღემდე დაუდგენელია აფხაზთა მეფეების ეთნიკური წარმომავლობის საკითხი. მე-13 საუკუნის სომეხი მემატიანე ვარდან არეველცის ცნობით, აფხაზთა მეფეები ვახტანგ გორგაცლის შთამომავლობას განეკუთვნებოდნენ. ზოგიერთი ქართველი მკვლევარი მიიჩნევს, რომ ისინი ეთნიკურად ბერძნები იყვნენ. რუსი მეცნიერი ვასილ ლატიშევი კი მათ ბაგრატიონთა საგვარეულოს მიაკუთვნებდა. როგორც არ უნდა ყოფილიყოს, ისინი პოლიტიკური მრწამსით, სახელმწიფოებრივი მოღვაწეობით, ენითა თუ კულტურით ქართველები იყვნენ. შესაბამისად, აფხაზეთის სამეფო პოლიტიკურად და კულტურულად ქართული ქვეყანა იყო, სადაც ქართულ ენაზე იქმნებოდა სახელმწიფო დოკუმენტები, აღესრულებოდა წირვა-ლოცვა, ქართული იყო მწიგნობრობა და ეპიგრაფია. მათი შესწავლის საფუძველზე შეიძლება დავასკვნათ, რომ მათი ეროვნული იდენტიფიკაცია შესაძლებელია მხოლოდ ქართულ პოლიტიკურ სამყაროსთან. შესაბამისად, აფხაზთა მეფეები შუა საუკუნეების შესანიშნავ ქართველ პოლიტიკურ მოღვაწეთა გალერეას მიეკუთვნებიან. მეფე ლეონ მეორემ კი ჩადო ყველაზე დიდი ქვა ერთიანი ქართული სახელმწიფოს საძირკველში. აფხაზეთის სამეფომ კი გადამწყვეტი როლი შეასრულა ფეოდალური საქართველოს ჩამოყალიბება გამტკიცების საქმეში. პარადოქსია, მაგრამ ასია. ლეონ მეორის სახელი, რომელიც ეროვნული ერთიანობის სიმბოლოდ იქცა, 1990-იან წლებში გამოყენებულ იქნა სეპარატისტული ორდენის სახელწოდებად, ორდენისა, რომელიც იმ ძალების მიერ გაიცა, ვინც ცეცხლითა და მახვილით ცდილობდა ქართული სახელმწიფოს ერთიანობის განადგურებას.